ბელგიაში მზის ბატარეების ეს პარკი ევროპის ენერგოსისტემის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ილუსტრაციაა. ფონად ჰაუსდენ ზოლდერის ქვანახშირის მაღარო მოსჩანს, რომელიც ბენილუქსის რეგიონში უკანასკნელი იყო, სანამ დაიხურებოდა. დღეს ამ ყოფილი მაღაროს ტერიტორიაზე დაახლოებით 25,000 მზის პანელია განთავსებული. 1994 წელს მაღაროს დახურვის შემდეგ აქაურობა უფუნქციოდ იყო დარჩენილი. ჩვენ გრუპ მაქიელსა და ელერემთან ერთად ამ ობიექტზე შევქმნით მზის ელემენტების უზარმაზარი პარკი, რომელმაც ახალი სიცოცხლე მიანიჭა ამ ადგილს, რომელიც აღარაფერში გამოიყენებოდა. პარკის სიმძლავრე 5 მეგავატია, ის 2008 წელს აშენდა. პირველად ისტორიაში ევროკავშირში მზის ენერგიის შედეგად წარმოებულმა ელექტროენერგიამ ქვანახშირით წარმოებულს გადაასრო. ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის ყველაზე დიდი წყაროა. მას მოჰყვება ქარით, ბუნებრივი აირითა და ჰიდრორესურსებით გამომუშავებული ენერგია. მზის ენერგიის წყაროები ევროპის ყველა ქვეყანაში მატულობს. უნგრეთი ამ მხრივ მოწინავე ადგილზეა, სადაც ელექტროენერგიის მეოთხედი სწორედ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მოდის. უნგრეთს საბერძნეთი და ესპანეთი მოჰყვება. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი არა მხოლოდ სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესისთვის, როცა განახლებადი ენერგიის წყაროები წიაღისეულს საწვავს სულ უფრო მეტად ანაცვლებს, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვისაც, რადგან ეს არის ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია და ევროპის კონკურენტუნარიანობისთვისაც, რადგან ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი ენერგია. თუმცა არსებობს ერთი საკითხი. ევროპული ბაზარი გაჯერებულია ჩინური მზის პანელებით, რომელთა სუბსიდირებასაც უმეტესწილად პეკინი ახდენს. პანელების 90% დღეს მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს არის ჩინეთი. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვმუშაობთ ევროკომისიასთან ერთად, რომ ელემენტების წარმოება ევროპაში დავაბრუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ევროპა იყოს მოქნილი და მომარაგება დივერსიფიცირებული. კიდევ ერთი გამოწვევაა გაუმჯობესდეს ენერგიის დამარაგების სისტემები და ასევე ენერგეტიკული მოქნილობა, რათა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული განახლებადი ენერგია. მიზანიც დასახულია. ევროკავშირი გეგმავს 2030 წლისთვის ენერგიის 42.5% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიიღოს. ევროკავშირი ასევე მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალური იყოს.